ტრამპი რომ განაცდა, იცით? ნაცები მართავენ ამერიკას უკვე. მოისმინეთ ტრამპმა რა თქვა. თუ არ მოგისმენიათ, ვიდეო მაქვს გადაღებული და მოусმინეთ, აბა. დონალდ ტრამპის გაფრთხილება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ სამხედრო ან პოლიციის მანქანებს აგურებს ან სხვა საგნებს ესვრიან, ოფიცრებმა ის უნდა გააკეთონ, რაც თავად სურთ. ტრამპის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან აგრესიას ახდ შეურაცხყოფაზე სამართალდამცველთა რეაგირების უფლების საკითხს სამხედრო მაღალჩინოსნების წინაშე სიტყვით გამოსვლისას შეეხო. წარმოიდგინეთ, მომიტინგეები იწყებენ სახეში შეფურთხებას და სამხედროს ან პოლიციელს არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს. მე ეს მოხსენი, მე ვამბობ, ისინი გაფურთხებენ, ჩვენ ვურტყამთ. გადმოდიხართ მანქანიდან და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გინდათ, რადგან ამან იცით შეიძლება თქვენი სიკვდილი გამოიწვიოს. პრაქტიკულად ხვდებით ხო, რას ნიშნავს გააკეთებს პოლიცია იმას, რაც მას სურს? ნაცების დროს პოლიცია აკეთებდა იმას, რაც მას სურდა. ცემდა, აწამებდა, კლავდა. და არ იყო საჭირო მაშინ ეგ. იმ პერიოდში არ იყო საჭირო. დღეს საჭიროა გააკეთოს პოლიციამ ის, რაც მას სურს. რა თქმა უნდა, წამების და მკვლელობის გარეშე. და შეზღუდულია, არ აქვს უფლება. და თუ გააკეთა პოლიციამ აწი ის, რაც მას სურს, ეგ თქვენი საყვარელი ამერიკის წაბაზვით იქნება. ხო არის თქვენი ეტალონი, დემოკრატიის ეტალონი ამერიკა. ხო და მიბაძავენ ამერიკას. გააკეთებს პოლიცია იმას, რაც მას სურს.